წარმატებული შემდგარი და ლიდერი ქალბატონი. ეს აპლოდისმენტის თანხლები თუ წავამთელი საღამო კარგი იქნება, იმიტომ რომ ერთმანეთს გავამხნევებთ. იმისთვის რომ ისინი სტიმული გახდნენ ქალბატონებისთვის, ვინც ეხლა იწყებენ თავიანთ საქმიანობას. ეს ლიდერ ქალთა საზოგადოება ატარებს რიგით მეცხრე ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი არიან თითქმის ყველა სფეროს ბიზნესის მიმართულებით ქალბატონები. ჩვენი მიზანი, ორგანიზაციის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ძლიერი ლიდერი წარმატებული ქალი იყოს ქვეყანაში. ორგანიზაციას ყავს 10,000-მდე ლიდერი ქალბატონი. რაც უფრო მეტი წარმატებული ბიზნესმენი ქალბატონი, თუნდაც სტარტაპერი ქალბატონი ეყოლება ქვეყანას, მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის გაძლიერების თვალსაზრისით და მეტი ძლიერი და წარმატებული ოჯახი გვეყოლება საქართველოში. პირი რომელიც ჩვენ თბილისის ზღვაზე ვყავდა, თერაც წინდას ხელზე წარმოიწმევია და მე ერთი რაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვლობენ ეს ბავშვები როგორ არიან. ის რომ ჩვენ დავაყენეთ საკითხი ზოგადად როგორც შრომულ პირებთან დაკავშირებით, ასევე იმ სამწლამდე ბავშვთა მიმართებაში, რომლებიც ციხეებში არიან, არის მნიშვნელოვანი. მე და ნათია ვცდილობთ, რომ მართლა ჩვენ მეგობრობის ჯიბებიდან ამოვიღოთ ფული, პირდაპირ მივდივართ, რაც ვიცით, რომ ჭირდებათ, იმას ვყიდულობთ. დღეს მაგალითად თბილისის ზღვის კლუბში 250 ასეთი ბავშვი ამოვიყვანეთ. შემდეგ კვირას კიდე 250 ამოყვავს და მადლობა, რომ ბევრი გვეხმარება, მაგრამ საქართველოში იმდენი რესტორანია, იმდენი სასტუმროა, იმდენი გასართობი ცენტრია. აი წელიწადში ერთი დღე რომ მიუძღვნან, ერთი დღე, მეტი ხო არა, ასეთი პრობლემა საერთოდ აღარ იქნება და აი ამას გვინდა რომ მივაქციოთ ყურადღება, მივაქცევინოთ ყურადღება. საქართველო და ისრაელი ერთნაირად საფიცარი და ძვირფასი სამშობლოა. დამხდები ინგლისურია. სწავლობაში მცხოვრებში, მაგრამ სკოლების შემდეგ შეიძინოთ ქალბატონი პატრიციას ლექსების კრებული. ეს ნომინაცია არის ქართულ ებრაულ ურთიერთობათა წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის. ამჯერად წერ, ეძახიან როც უნდა არ წერ. ვარ სიცოცხლის ავტორი, ხატავ, ძირითადად ქალებს ხატავ, მომწონს, ვიცავ ქალებს და ყოველთვის დავიცავ ქალებს, რადგან ვთვლი რომ ქალის წვლილი არის უდიდესი ცხოვრებაში, სწორად აღზრდილი შვილი არის უდიდესი უპირატესობა ქვეყნისთვის. პროფესიული მოღვაწეობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა არა მარტო საქართველოში, არამედ სომხეთში. ქალთა საზოგადოების რესპონდენტ რომელიც მებედობა დასამახსოვრებელი სიმბოლური საჩუქრებიც. თუ კი პროფესიონალიზმი არის შენი პატრიოტიზმი, ანუ შენი პროფესიონალი შეგიძლია ასახელო შენი ქვეყანა, ხო როგორ ასახელეს ჩვენმა ფეხბურთელებმა ჩვენი ქვეყანა, ხო? ჩემთან მართლა სერიოზულად ყოველგვარი ტრაბახის გარეშე მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. განსაკუთრებით მიხარია საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია. ისრაელიც რა თქმა უნდა, რომლებიც ითვლებიან წამყვან ქვეყნებად, მაგრამ თუ ჩვენთან ჩამოდიან და მე მენდობიან, ესე იგი მე პატრიოტი ვარ ჩემი ქვეყნის. მე ამით ჩემ ქვეყანას რაღაცა სახელს უხვეჭავ. უშეშობდა გადაგება და ვიმყოფებოდით კახეთში.